ამ გახმაურებული საქმის ყველაზე ახალგაზრდა ეჭვმიტანილი. აი ეს არის საქართველოში ყველაზე ცნობილი და ახალგაზრდა ეგრეთ წოდებული ჰაკერი, 19 წლის ვასილ ჯამალაშვილი. ცნობილი ის ბოლო დღეების გახმაურებული დაპატიმრებების გამო გახდა. მანამდე კი ახლობლებისა და თანამშრომლების გარდა მას არავინ იცნობდა. მთავარმა პროკურატურამ ვასილ ჯამალაშვილი და მისი რამდენიმე თანამშრომელი უკანონო მოსმენებში დაადანაშაულა. გამოძიების მიერ გავრცელებული ჩვენებებიდან შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ 19 წლის ახალგაზრდამ დაამუშავა პროგრამა, რომლის დახმარებითაც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთა სკანდალურად ცნობილი საუბრების ჩაწერა მოხდა. არა, რო წავუყრე მაგის და რაზე წავუყრე. როგორ შეხარ არგუმენტები? დავხნა მე, წავიდე, არ წავიდე ამერიკაში, წავიდე ბრუსელში, არ წავიდე ბრუსელში. ეს ვინ არის ხო გამმოკლევთ. დედა რაღაც ინტრიგებს ხლართავს, მაგის დედის კიდე მის ვინონ ვიზარიზაც უნდა რა. როგორ ახერხებდნენ ვასილ ჯამალაშვილი და მისი თანამშრომლები ამ საუბრების ჩაწერას? ისინი არ იყენებდნენ მობილურ ტელეფონს. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ კუდის ოფიცრები საუბრებს კომპიუტერის საშუალებით იწერდნენ. უფრო სწორედ მსხვერპლის კომპიუტერი თავად უსმენდა თავის პატრონს, იწერდა საუბარს და შემდეგ ფაილს კუდში პროგრამის ავტორთან აგზავნიდა. ბრალდების ვერსიით მსხვერპლის კომპიუტერს ეჭვმიტანილი ვასილ ჯამალაშვილი მართავდა. გამოძიების მიხედვით 19 წლის პროგრამისტი და მისი თანამშრომლები ამას სპეციალური ვირუსის გამოყენებით ახერხებდნენ, რომელსაც პირველ რიგში მსხვერპლის კომპიუტერში ნერგავდნენ. ეს არის კომპიუტერული ვირუსი, რომელიც ვრცელდება ძალიან ბევრი სახით, შეიძლება იყოს მიმაგრებული ფოტოზე, შეიძლება იყოს მიმაგრებული ვიდეოზე და მსხვერპლი ამას ვერ ხვდება. ამ ვირუსის დახმარებით შეგიძლია აკონტროლო მთლიანად კომპიუტერი. მაგალითად, რაც კომპიუტერის მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს, იგივე შეგიძლია შენ გააკეთო ინტერნეტის დახმარებით. მაგრამ რა ვირუსია ეს? პროფესიონალები ამ პროგრამულ მავნებელს ბოტნეტს უწოდებენ. ინტერნეტში ძალიან ადვილია ისეთი ვირუსული პროგრამების მოძიება, რომლებიც სხვის კომპიუტერში შეღწევაში და ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, Google და Cybergate ეს არის ერთ-ერთი პროგრამა. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ მის საიტზე და აი მაგალითად ვერსია 3.1. სულ რამდენიმე მეგაბაიტია, რაღაც 2 წუთში შეიძლება მისი გადმოწერა თქვენს კომპიუტერზე და ახლა როგორ ვისარგებლოთ ამ პროგრამით. იგივე Cybergate-ს ვეძებთ უკვე YouTube-ზე და აი აქვე შეგვიძლია ვნახოთ სულ რაღაც 3 წუთიანი ვიდეო, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, როგორ შეიძლება დაინსტალიროთ ეს პროგრამა და შემდეგ გამოიყენოთ იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანის კომპიუტერიდან ფაქტობრივად წამოიღოთ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გჭირდებათ. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ასეთი ქმედება ისჯება პატიმრობით 3 წლამდე ვადით. თუ ეს ჰაკერული პროგრამა ასე იოლად ხელმისაწვდომია, მაშინ რაში გამოიხატება კუდის სპეციალისტების გამჭრიახობა? ის თავისთავად რომ მე ვინმეს ჩაუნერგო კომპიუტერში ისეთი რამე, რომ იმის კომპიუტერის მართვა შემეძლოს მთლიანად, საკმაოდ მარტივი არის. რთული არის, რომ ეს ჩემი ჩანერგილი ვერ დაინახოს ანტივირუსებმა. ანტივირუსები ყოველდღე ინტერნეტიდან იღებენ განახლებას და როგორც წესი ახალ ვირუსებს ერთ კვირაში, ორ კვირაში იჭერენ ხოლმე. Norton ანტივირუსი, Avast, Kaspersky. თუ თქვენ კომპიუტერის მომხმარებელი ხართ, მაშინ ნამდვილად იცით ეს სახელები. საერთაშორისო კორპორაციები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ იმისათვის, რომ შექმნან საუკეთესო დაცვა ვირუსებისგან. გამოძიება ამტკიცებს, რომ კუდის ქართველმა პროგრამისტებმა შექმნეს ვირუსი, რომელსაც კიბერნეტიკის ეს მსოფლიო გიგანტები ვერ პოულობდნენ. წლების განმავლობაში მათი მთავარი ამოცანა პროგრამის განახლება და სრულყოფა იყო. თუმცა შესაძლოა ეს ვირუსი სულაც არ იყოს ქართული წარმოშობის. გაზაფხულზე იუსტიციის სამინისტრომ ქართულ პროგრამისტთა დიდ ჯგუფს გააცნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღმოაჩინა ქართულ სამთავრობო საიტებზე რუსი ჰაკერის მიერ ჩანერგილი პროგრამა, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა ინტერნეტ სივრცეს. იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრამისტებმა ეს რუსული ვირუსი დაამუშავეს, თავისივე შემქმნელს ჩაუნერგეს კომპიუტერში და ფარულად ფოტოც კი გადაუღეს. შემდეგ ქართველმა სპეციალისტებმა ამ ვირუსის შესახებ მსოფლიო უდიდეს ანტივირუსულ კომპანიებს აცნობეს და პრობლემა ამოიწურა. არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსმენებისთვის სწორედ რუსული წარმოშობის და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ვირუსი გამოიყენა. საქართველოში განხორციელებულ მოსმენებში ეს ვირუსი კონკრეტულად გამოყენებული იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სიმპტომებით ძალიან გავს. შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ეს ბიჭი, რომელსაც ბრალდება, რომ მან დაწერა
მან დაწერა თუ მან გამოიკვლია თუ მან მოდიფიკაცია გაუკეთა, არ ვიცი. მთელი ეს ისტორია თვალთვალისა და მოსმენის დიდ და ხანგრძლივ სპეცოპერაციას გავს, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა და მის ცენტრში ახლა 19 წლის ბიჭია მოქცეული. ვინ არის ვასილ ჯამალაშვილი? ის დაპატიმრებულთა შორის ყველაზე უმცროსია და კომპიუტერებით 13 წლის ასაკში დაინტერესდა. ვასკა გავიცანი ჰაკერულ ფორუმზე, არსებობს ქართული ფორუმი Hacking G. მისი გატაცება კომპიუტერის მიმართ დაიწყო პატარაობიდან, რა თქმა უნდა. ყველაფერი ისწავლა თავისით, ინტერნეტიდან ისწავლა, არსებობს ძალიან ბევრი რესურსი, რითიც შეგიძლია თვითგანვითარება. 16 წლის რომ იყო უკვე კუდში დაიწყო მუშაობა. ვიდრე კუდში გადავიდოდა ვასილ ჯამალაშვილი ერთ-ერთ კომპიუტერულ მაღაზიაში მუშაობდა. სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში სწორედ თავისი ნიჭის გამო მოხვდა. მისი მეგობრები ყვებიან, რომ ვასილს ჰაკერული თვალსაზრისით კიდევ უფრო დიდი მიღწევებიც აქვს. ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, ვასკამ გატეხა GNU-ს მთავარი ვებგვერდი GNU.org. რის შემდეგაც მისი დამფუძნებელი რიჩარდ სტოლმანი და დღესდღეობით მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ლექტორი ჩამოვიდა საქართველოში და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაატარა ლექციები. ეს 19 წლის ბიჭი, რომელიც შესაძლოა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი პროგრამისტია, თბილისში საბურთალოზე ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს. დედა და ბებია მძიმე დავად ჰყავს. სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკისას მისი პირადი კომპიუტერი ამოიღეს და ახლა ოჯახშიც და ინტერნეტ სივრცეშიც ვასოს მხოლოდ ეს ორი ფოტო არსებობს. სისტემამ დაღუპა ეს ბავშვი, 16 წლის ბავშვს კუდის მიყვანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იყო ძალიან ძლიერი კომპიუტერის მცოდნე, ესე ვთქვათ. მაგრამ ფაქტის სახეზია, რომ კიბერდანაშაულის გამოზის ვეროვნება დღეს ახკვეცის რა, ახკვეც შეუფარდეს გუში. ეგეთი კაცი თუ მაგ კაცს წილი მიუძღვის ამ ვირუსის შექმნაში ან მოდიფიკაციაში, გამოსაყენებელია და არა ციხეში დასალყები. ორი დღის წინ სასამართლომ ვასილ ჯამალაშვილსაც და მასთან ერთად დაკავებულ კუდის 11 თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათგან მხოლოდ რამდენიმეა ბრალდებული სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ რამდენიმე წლით პატიმრობა ემუქრებათ.